ძალიან ცუდად ისმის. მოკლედ, ჩემს საყვარელ ფესტივალზე ვარ, სადაც კიდევ მე ვყოფილი ვარ, კოპენჰელზე. ეს არის სკანდინავიაში და ნორდიკებში ყველაზე დიდი როკ-მეტალ ფესტივალი, სადაც ყოველ წელს ჩამოდიან მსოფლიოს უმაგრესი როკ-ბენდები. არ გულისხმობ მხოლოდ თანამედროვე როკ-ბენდებს. შარშან იყო მაგალითად Avenged Sevenfold ძალიან ხშირად ჩამოყავთ Metallica, Accept, ასევე იყო Uriah Heep და ესე შემდეგ, ანუ სიგიჟეა. ხოდა რა თქმა უნდა, აქაც მოხალისე ვარ და შესვლა არის უფასო, ყველა დღე 4 დღე გრძელდება, სრული სიგიჟეა. ხოდა ხვალ ვარ მოხალისე და ეხლა უბრალოდ მოვედი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი დანიური როკ-ბენდი უკრავს. ხოდა მინდა რომ უბრალოდ შევამოწმო და თან ვნახო რა სიტუაცია და თქვენს გაჩვენებთ რა თქმა უნდა, თუ ძალიან ჭკუიდან არ გადავედი ბედნიერებისგან. ეხლა ვარ მარტო. ზოგადად შარშანაც მარტო ვიყავ, იმიტომ რომ ჩემი მეგობრების უმეტესობას როკი და მეტალი არ მოწონს. თან ახლა სიმართლედ რო გითხრა, შესვლა, აქ ყვება და ესევე სასმელები იმდენად ძვირია, რომ თუ ძალიან გაგიჟებული არ ხარ ამ მუსიკაზე, ნამდვილად ხო ალბათ არც მე არ გადავიხდიდი, მაგრამ რადგან მე ვარ საერთოდ გაგიჟებული როკაზე და მეტალზე და თან რადგან მოხალისე ვარ უფასოა შემოსვლა, აი იმდენი ბენდი მომწონთ წელსაც, რომ უბრალოდ 1 საათის ტყუილად გაფრანგვაც არ მინდა. ამიტომ მარტო ისეთ მშვენიერ დროს ვატარებ. სხვადასხვა სცენებია, რა თქმა უნდა, მგონი 5 თუ 6 სცენაა და არტისტების მიხედვით გადანაწილებული აქვთ მთავარ სცენაზე, სადაც ყველაზე მეტი ხალხია ხოლმე ზოგადად და ეხლაც ყველაზე ცნობილი არტისტები არიან, მაგრამ ალბათ ბევრს გსმენია, თან გიყვართ Slipknot და სავარაუდოდ Dream Theater. იმიტომ რომ ორივე ძალიან ცნობილი როკ მეტალ ბენდებია, რომლებიც იქნებიან ეხა წელს კოპენჰელზე. Dream Theater იქნება პარასკევს, ანუ 2 დღეში ზეგ და Slipknot იქნება შაბათს. ღამე, ანუ ბოლო დღეს კოპენჰელის. და ერთ-ერთი დანიური ცნობილი როკ ბენდი, ესე ქვია Dizzy Miss Lizzy, რომელიც დღეს იქნება და ანუ მაყურებლის მოწვევით მოიყვანეს უკვე მე რამდენად კოპენჰელზე არც ვიცი. მგონი მე-6-ად თუ რაღაცა. მეტყობა ალბათ ძალიან რომ მიხარია, კერძი სული მაქვს, დაახლოებით 9 საათში იწყება დანიური როკ ბენდის გამოსვლა და ლაივში მე არასდროს არ მინახავს, ამიტომ ძალიან ველი. ინგლისური სიმღერებიც აქვს და თან საკმაოდ ცნობილია დანიის გარეთაც, ამიტომ მე დაგილინკავთ რაღაცებს აღწერაში და ვისაც როკ მეტალი ძალიან მოგწონთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოусმინოთ. და იმედია ერთ დღეს აქაც შევხვდებით. თან ყველა შავფშიროა და მე იასამნისფერი ჩანთა და ცისფერი მოსაცმელი რომაცია. ძალიან საფესტივალო, მაგრამ ძალიან არა კოპენჰელური. თუმცა შიგნიდან მაცვია შავი მაისური, ამიტომ ყველანაირი ამინდისთვის მზად ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდე წვიმაა გამოცხადებული ცოტა ხანში. მიუხედავად იმისა, რომ ხა ძალიან კარგი მზია და თან 9 არის საღამოს. ესეც არ დაგავიწყოთ, რომ აქ ზაფხულში კოპენჰაგენში მზე ჩადის დაახლოებით საღამოს 10-ზე და ამოდის გამთენისას 4-ზე. ამიტომ ვინც არ ხარ ჩაჩვალები, მეც რო არ ვიყავი ჩაჩვალი, ძალიან არეული მქონდა გრაფიკი. Also der war länger weg, wenn aber mehr Platz. რადგან ხვალ მუშაობ დილით ადრე
ძალიან გვიან არ მინდოდა წამოსვლა, ამიტომ დაახლოებით 11-ის ნახევარია და დიზიმის ლიზი უკვე იყო. იმღერა ვის ნახვაც მინდოდა ყველაზე მეტად დღეს, ამიტომ ეხლა უკვე სახლში მივდივარ და რაც მთავარია, ჩემი ველო ვნახე მარტივად და რაც მთავარი არც გატეხილი და არც მოპარული. ამიტომ ხვალ უკვე ჩემი შიფტი არის დღის მეორე ნახევარში მოხალისის. და იმასაც გაგიზიარებთ, რის გაკეთება მოვიწევთ. ეხლა გზად მოვდივარ 11-ის ნახევარია ღამე, მაგრამ როგორც ხედავთ ისევ სინათლეა და ჩემი აზრით კოპენჰაგენში ყველაზე ლამაზ ადგილებს გავდივარ ეხლა, იმიტომ რომ აი იმ ადგილამდე, სადაც ფესტივალი ტარდება, ნახევარკუნძულია პატარა, ქვია რეფენი. ჩემ სახლამდე დაახლოებით 15 წუთი არის ველოთი სასიარულო და არხებს მივყვები მთელი გზა. და ეხა ისეთი ლამაზია, ფაქტობრივად მზე ჩადის, ეხა ცოტა ხნის წინ ჩავიდა და მინდა რომ ესეც გაჩვენოთ. აი აქ უბრალოდ რო იჯდე ცოტა ხანს და არაფერი არ აკეთო, მაინც კარგად ვგრძნობ თავს და მაინც მშვიდდები. დღეს მეორე დღეა, ანუ მეც მოხალისეობ და მეც ვაკეთებ რაღაცებს. ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემს teams ქვია helper team. ანუ ვისაც დახმარება დაჭირდება სხვადასხვა ჯგუფებს, ალბათ უბრალოდ მივალთ და იმას დავეხმარებით. შაშანაც ეს ჯგუფი ავირჩია და ძალიან კარგი იყო, ამიტომ ავირჩია წელსაც და ნახოთ მედია ისო კარგი გამოძინა. მედია ისო კარგი გამოძინა. წესით ჩვენი შიფტი სრულდებოდა 12-ზე. თუმცა ჩემი კოორდინატორი ძალიან საყვარელი ადამიანია და ეხლა 7 საათზე უკვე გაგვიშვა. მიდი დაისვენეთო. ამიტომ ეხლა იმ დროს როცა შიფტი უნდა მქონდეს და რაღაცები ვაკეთო, უბრალოდ დავსეირნოთ მე და ჩემი მეგობარი. დანიელებზე ჩილ ხალხი ცხოვრებაში არასდროს არ მინახავს. პირველი რაც გვითხრეს აქ მოვედით იყო don't forget to have fun. დღეს მესამე დღეა უკვე და დღესაც მოხალისევა, როგორც ჩემი შიფტი არის საღამოს. მანამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბენდი მღერის, რომელსაც ქვია Dream Theater. და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე რაც ვუსმენ. გიჟდები რამოდენიმე სიმღერაზე და კიდე არ მჯერა რომ ეხლა ლაივში ვნახავ. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იცოდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული ბენდია. და მე დავიწყებ shift, თუმცა Billy Idol-იც მღერის საღამოს აი ჩემი მოხალისეობის დროს და უბრალოდ დიდი იმედი მაქვს რომ როგორღაც მოვახერხებ და მივალ სცენამდე. თუმცა აქ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ან სადაც გამიშვებენ და რაც უნდა გავაკეთო, ყველგის უნდა გავაკეთო, მაგრამ ვცდი, იმიტომ რომ Billy Idol-ის რამოდენიმე სიმღერაც ძალიან მიყვარს და why not? დროებით. თუმცა სანამ წავალ, მინდა რომ კარგად ვჭამო, იმიტომ რომ იქ მართალია საკვებს უზრუნველყოფენ, თუმცა ვაუჩერებს გვაძლევენ და მე ეს ვაუჩერები შეგვიძლია უბრალოდ გადავცვალოთ რა საკვებში. თუმცა ხვალაც ვაპირებ მისვლას, იმიტომ რომ ხვალ Slipknot იმღერის და მთელი დღე შემიძლია უბრალოდ იქ ვიყო, იმიტომ რომ ჩემი მოხალისეობა მთავრდება დღეს. თუმცა ყოველ დღე გვაქვს მაინც შესვლის უფლება და Slipknot იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე წელსაც მოხალისეობა კოპენჰაგენზე. ამიტომ მგონია რომ ხვალაც გამოვიყენებ ამ ვაუჩერებს და მინდა რომ აქედან ძალიან დანაყრებული წავიდე, რომ უბრალოდ დღეს არ გამოვიყენო, იმიტომ რომ ნუ ალბათ იცით რა ძვირია ზოგადად კოპენჰაგენი და კოპენჰელი კიდევ უფრო ძვირია, იმიტომ რომ ფესტივალი რა თქმა უნდა არ შეიძლება შეტან არც ასმელის, არც საჭმელის. და ეხლა ფესტივალზე თუ არ ჭამე და არ დალიე, ნუ რა ფესტივალია. ხო და კატასტროფა ფასები აქვს ყველაფერს. ამიტომ რა თქმა უნდა მირჩევნია რომ აქედან კარგად დანაყრებული წავიდე და იქ უბრალოდ არ დავხარჯო ჩემი ერთი ვაუჩერი, რომელიც დამრჩა, დანარჩენები უკვე გამოვიყენე. პასტა პესტოთი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კერძი, ძალიან მარტივი და გემრიელი. ხა შევჭამ და წავედით კოპენჰაგენზე.
ეხა არის ფანტასტიკური ამინდი. ესეთი მზე და უქარო ამინდი კაი ხანია არ ყოფილა და ესეთი ხალხი ცავს და ნიუ-ჰაუნიც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ყველა გარეთაა, ყველა სანაპიროზეა. ყველა რაღაცას აკეთებს, ყველა მზეს ერუჯება და მე მივდივარ კოპენჰაგენზე. ყანწებით ვიპოვეთ. მაგრამ სამუშაო ძველი, ამიტომ დილა და შუა დღე გამოვყე ცოტა სამუშაოდ თეზისზე და სხვა რაღაცებზე. მე საღამოს ისევ წავალთ. გუშინ ძალიან კარგი იყო რომ მოვახერხე ბილი აიდოლის მოსმენაც, იმიტომ რომ მაგ დროს მქონდა შიფტი, ანუ ჩემი მოხალისეობის დრო იყო და არ ვიცოდი სად გამიშვებდნენ და ძალიან ახლოს ვიყავი მთავარ სცენასთან. ხო და თან ანუ შეგიძლია შეისვენო, რაღაც საჭმელად გახვიდე და დავამთხვე მაგ დროს და იყო აი სასწაულად კარგი. ძალიან მიხარია. კოპენჰაგი არის აი უმაგრესი საშუალება ყველა როკ და მეტალის მოყვარულთათვის, იმიტომ რომ შესვლა კი არის ძვირი, თუმცა თუ ვიფიქრებთ ისე, რომ აი მაგალითად შარშან მეტალიკა რო იყო ჩამოსული მხოლოდ მათი კონცერტისთვის, რომელიც მხოლოდ 1 საათი გაგრძელდა, საათნახევარი, იგივე ღირდა ბილეთი, რაც ვთქვათ კოპენჰაგენზე 1 დღე. და შეგიძლია მოусმინო აი უმაგრეს ბენდებს 1 დღის განმავლობაში და ნუ მათი პერფორმანსის დაახლოებით 1 საათამდე ახალმე. ზოგჯერ საათი და 20 წუთი, ნუ გააჩნია რამდენად პოპულარულია ბენდი. ხო და ეს მოხალისეობის საშუალება რო გვაქვს, ეგ არის საერთოდ ფანტასტიკური. თუ აქეთ ანუ კოპენჰაგენში აპირებთ მოხვედრას და გიჟდებით როკზე და მეტალზე, არა აუცილებელი იყო სტუდენტი, მხოლოდ დანიის სამუშაო პერმიტი უნდა გქონდეს და საცხოვრებელი, ანუ უფლება და შეგიძლია უბრალოდ დარეგისტრირდე მოხალისეს. თან იმდენად ჩილ ხალხია დანიელები, რომ თუ არ გინდა შიფტზე მისვლა, ან უბრალოდ არ მოგწონს, რასაც აკეთებ, შეგვიძლია უბრალოდ უთხრა და შეგიცვლიან, ან უბრალოდ დასვენების უფლებას მოგცემენ. პირველი რომ მივედი, რაც ჩემმა კოორდინატორმა მითხრა, ის იყო, რომ არ დაგავიწყდეს, რომ გაერთო. Don't forget to have fun. The spirit